ამ ფილმს ქვია საჩუქრები მამაკაცისგან და ჩვენ მოდით წარმოვიდგინოთ, რომ პირიქით ეს საჩუქრები ვაჩუქეთ მამაკაცს და ყველაზე საუკეთესო რა თქმა უნდა პირველზე იქნება. აბა რა ვაჩუქოთ მამაკაცს? ბეჭედი? ბეჭედი, ჩემი სახელი სხვათა შორის არ არის ცუდი იდეა მეორეზე იყოს. ვაჩუქოთ სამაჯური. ნუ რო წარმოვიდგინოთ, რომ ეს მამაკაცური სამაჯურია, მაშინ მეოთხეზე კაი. რა არის? ჩიფსი კამფეტი თუ ეგეთი რაღაცა, ნუ არ არის ეგ საჩუქარი, კაი მეშვიდეზე იყოს. კონცერტის ბილეთი. მე თუ გავყვები, მაშინ კი ერთად. მაშინ კარგი საჩუქარია. მაშინ მომეწონება. ეს მირენას არ დაანახოთ, თორე ცუდად გახდება. კაი, არა მგონი ეხა მამაკაც მოიწონოს სახლუკა. კბილის გასასუფთავებელი ძაფები და ეგეთი რაღაცები. კაი, მერვეზე. არ ვიცი. რა ვაჩუქოთ კიდე? მანქანა ვაჩუქოთ, მამაკაცსა ბარა გაგიჟდება. ჩანთა. რა თქმა უნდა, არა. ჩანთა მინდა მე. არა, იმას ვაჩუქებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ვითომ რაღაცა შემეშალა და სხვა რაღაცა შეუკვეთე და ამიტომ მე დავიტოვებ ამ საჩუქარს. ყვავილი უნდა აჩუქო მაშინ, როცა დიდი ხანი არ გაჩუქა და ვითომ უნდა მეოკებ, მაგრამ ნორმალური მამაკაცი თვითონ იცის, როდის უნდა აჩუქოს და როდის არ უნდა აჩუქოს თავის ცოლს ყვავილი. ეს კიდე მეექვსეზე იყოს. აბა რა სიტყვით მოგეწონათ საჩუქრები მამაკაცისთვის. თუ მოგეწონათ 500 ლაიკები, კომენტარები და გამეზიარე რა თქმა უნდა. პაკა.